მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის აკრედიტაცია ჯერ გაასაჩივრა, შემდეგ კი ის დათქმებით კონკრეტულ დრომდე გააგრძელა. ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში. რა პოლიტიკური გზავნილი იყო ეს? პირადად ჩემი აზრით ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო. ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა ნაბიჯი დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა. ფეისის მონიტორინგის საბჭო საქართველოს მთავრობისგან აპრილამდე ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადებასა და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას ითხოვს. რამდენად რეალური გგონიათ ამ ყველაფრის შესრულება? გულისხმობ ორივე ნაწილს. თუ ქართულ ოცნებას არ ენდობოდნენ და არ თვლიან, რომ მათ არჩევნები სამართლიანად ჩაატარეს, მაშინ რატომ ან როგორ გააკეთებენ ამას ახლა და გაქვთ თუ არა იმედი, რომ პატიმრებს გაათავისუფლებენ? Next time better, and are you hopeful that they are going to release the prisoners? As for the elections, the European Parliament არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ საკუთარი რეზოლუციაც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქართული ოცნების მხრიდან გარკვეული ცვლილებებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ცვლილებები უნდა შეეხოს საარჩევნო კომიტეტს. როგორც ვიცი, გასულ წელს მათ წესები ისე შეცვალეს, რომ იქ ქართულ ოცნებას უდიდესი წარმომადგენლობა ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს, რათა მეტი კონტროლი და ღიაობა იყოს. არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი სუბიექტების ზედამხედველობის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს სადამკვირვებლო მისიები, ეუთო ან გაეროც კი, რასაც აირჩევენ. მაგრამ ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება ისევე, როგორც აქამდე ხდებოდა. მაშინ უბრალოდ იმავე პოზიციაში აღმოჩნდებით. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ ევროპარლამენტში უამრავი პოლიტპატიმრის შესახებ ვსაუბრობთ. იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამან არსად არ მიგვიყვანა. ერთადერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომელმაც საპატიმრო დატოვა, იყო ნიკა გვარამია, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. სხვა შემთხვევაში ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ასე რომ ახლა, როდესაც მათ უმრავლესობა აქვთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი მათი მომავლის შესახებ. ამიტომაც ვსაუბრობ ევროკავშირისგან მეტი ზეწოლისა და მიზანმიმართული სანქციების აუცილებლობის შესახებ. Fifth president of Georgia, Salome Zurabishvili, addressed the French parliament. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პარლამენტისადმი მიმართვისას თქვა, რომ სამწუხაროდ მისი აზრით ევროპის პასუხი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სუსტი იყო. თქვენი პასუხებიდან ვხვდები, რომ მას ეთანხმებით, მაგრამ თვლით თუ არა, რომ ევროკავშირი მართლაც დაიკავებს უფრო მკაცრ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით? On what's going on in Georgia now. Well, I agree with Salome Zurabishvili very dearly because სრულად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს. მე პირადად მიმაჩნია, რომ როდესაც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, შესაძლებლობების ფანჯარა არსებობდა, რადგან საქართველო ბელარუსი არ არის. ბელარუსს სამწუხაროდ არასდროს ჰქონია დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველომ კი დემოკრატიული ინსტიტუტები ბოლო 30 წლის განმავლობაში ააშენა. მათი ერთ წუთში განადგურება შეუძლებელია, მათი დაცვა კი შეიძლება. მაგრამ ამისთვის სხვადასხვა აქტორების და ქუჩაში მყოფი ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილი ამას მარტო ნამდვილად ვერ გააკეთებდა. ასე რომ ვფიქრობ, ევროკავშირს ჰქონდა შესაძლებლობა მიზანმიმართული სანქციებით ბევრად უფრო ძლიერი რეაქციით მხარი დაეჭირა ამ მოძრაობებისთვის. არა ჩარევით, არამედ იმის მხარდაჭერით და იმ იმპულსის შენარჩუნებით, რაც ადგილზე იყო. მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობების ეს ფანჯარა. არც ერთი რეზოლუცია აღარ შეცვლის ამას. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს დღემდე ძალიან ვუჭერ მხარს, როგორც აღნიშნე, ასევე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. საქართველოში ახალი პრეზიდენტია და ჩვენ არ გვექნება ასეთი შესაძლებლობის ფანჯარა იქამდე, ვიდრე რამე დრამატულად არ შეიცვლება. მაგალითად, თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, რაც რა თქმა უნდა მთელ რეგიონს სრულიად შეცვლის.
Again, You said that the momentum is gone now. თქვენ თქვით, რომ მომენტი ხელიდან გაშვებულია. მაშინ თვლით თუ არა, რომ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში მოგზაურობის აკრძალვა როგორმე დაეხმარება სიტუაციის გამოსწორებას? How helping the situation now? I am very supportive of that. Don't მე ძლიერ ვუჭერ მხარს ამ გადაწყვეტილებას. არ მინდა რომ ჩემი კრიტიკა არასწორად გაიგოთ. ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთი რეზოლუციები გამოიცემა, რომ საბჭო ასეთ ნაბიჯებს დგამს, რადგან რაღაც მაინც უკეთესია ვიდრე სრულიად არაფერი. უბრალოდ მინდა რომ მეტი ქმედება დავინახო. ამიტომაც ვარ კრიტიკული, თუმცა რა თქმა უნდა ვთვლი რომ ასეთ ნაბიჯებს მნიშვნელობა აქვს და ის გარკვეული გზავნილია. საქართველოში მიმდინარე მოვლენებში ძალიან ჩართული ვარ. ბევრ პოლიტიკოსს ვესაუბრებ ზოგს ქართული ოცნებიდანაც კი. ოქტომბრის არჩევნებამდე ისინი თვლიდნენ, რომ რაც უნდა მომხდარიყო ქართულ ოცნებასთან მიმართებით, ეს ქვეყნის შიდა საქმედ დარჩებოდა და ევროპული მისწრაფებები ხელშეუხებელი დარჩებოდა. თუმცა თუ მათ ნათლად დავანახებთ, რომ ევროპული მისწრაფებები დიდ საფრთხეშია, რომ ეს აისახება მათი პასპორტების, სავიზო რეჟიმის და სხვა მსგავსი მიმართულებით, მაშინ იქნება მდუმარე უმრავლესობამ საქართველოს მთავრობაში გაიაზროს, რომ ისინი ნამდვილად სცილდებიან ევროპას და მეტად მიდიან რუსეთისკენ. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა იყოს სწორედ მთავრობის და პარლამენტის იმ წევრებზე, რომლებიც შეიძლება ვერ ხვდებოდნენ საით მიდის სიტუაცია და საით მიჰყავს ისინი ქართულ ოცნებას. And my last question, we just discussed the visa restrictions that will ბოლო კითხვა კვლავ დიპლომატიური პასპორტების მქონეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვაზე მინდა დაგისვათ. ეს შეზღუდვა გულისხმობს, რომ დელეგაციებს, რომლებიც ევროპაში საქმიან შეხვედრებზე მიდიან, ასევე შეეზღუდებათ მოგზაურობა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამით ევროკავშირი ქართული ოცნების მთავრობის იზოლაციას ცდილობს? just technically, they might still, of course, apply for the visa. ეს მხოლოდ ტექნიკური დეტალია, მაგრამ ინდივიდუალურად ვიზის მოთხოვნისას მათ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ვიზა მისცენ. თუმცა ძირითადად მართალია, რომ დელეგაციები გაცილებით შეზღუდულები იქნებიან. და დიახ, იდეა ამის უკან არის შეზღუდვა და ასევე იმის ჩვენება თუ როგორ აღვიქვამთ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას თუ კი ისინი რუსულ გზას ირჩევენ. ევროპა ამჟამად კვლავ არაპირდაპირ ომშია რუსეთთან. უკრაინის ბრძოლის ველის გავლით ჩვენც საფრთხეში ვართ. ასე რომ თუ ვთვლით, რომ კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელობა იქნება ეს საქართველო, ბელარუსი ან რომელიმე სხვა პუტინთანაა დაახლოებული, რა თქმა უნდა ეს ჩვენს ქვეყნებს საფრთხეს უქმნის შპიონაჟის გავლენის, ლობიზმის მიმართულებით. ასე რომ ეს არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ერთგვარი თავდაცვითი ნაბიჯიცაა. ეს არის ერთის მხრივ ის, რომ არჩევნებში ჩარევის გამო მათ საქართველოს მთავრობას პასუხს ვაგებინებთ, მაგრამ ასევე ევროპელებსა და ევროპულ ინტერესებს პუტინის გავლენისგან ვიცავთ, რაც ახლა საქართველოს ზოგიერთი მაღალჩინოსნისგან შეიძლება გავრცელდეს.